მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოვიდით ჩემი ყავით და გავიგოთ პიროვნება, რომელთანაც ამ წუთას არ გაქვთ კონტაქტი, რა ნაბიჯებს გადმოდგამს უახლოესი ერთი თვის მანძილზე. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, რა ნაბიჯებს გადმოდგამს ერთი თვის მანძილზე თქვენსკენ. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ თქვენს ურთიერთობაში ამ წუთას ძალიან ისეთი ძირფესვიანად ცვლილებები მიმდინარეობს. რაღაც ერთი ციკლი დაინგრა თითქოს, ერთი ურთიერთობის სტილი დაინგრა, აი ეს მომივიდა რაღაც ეს რომ მეთქვა და ბევრი რაღაცები იცვლება. მოდი ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ერთი თვის მანძილზე. ხომ მეგობრებო, როგორც ახლა აღვნიშნე, ძალიან ისეთი ტრანსფორმაციული პერიოდი გაქვთ ურთიერთობაში. ეს ადამიანი გადმოდგამს ნაბიჯებს აუცილებლად და გადმოდგამს სხვათა შორის სერიოზულ ნაბიჯებს. ოღონდ როგორ მინდა ვთქვა, იცი? თვად ისე კი არა, რომ აი მარტო თქვენზე ფიქრობდეს და მარტო თქვენ როგორც გინდა ეგრე, არა. ანუ ეს ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავზე არის მორგებული აუცილებლად, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი მანიპულატორი ტიპაჟია და ისეთ ნაბიჯს არ გადადგავს, თუ თვითონ რაიმე ხეირი არ აქვს იმ ნაბიჯიდან, ასე ვთქვათ, ხო? მარტო სხვისთვის არა. ანუ ესეთი ტიპაჟი არ არის. გადმოდგამს სერიოზულ ნაბიჯებს, გაგაბედნიერებთ ძალიან მისი ესეთი ნაბიჯები, მოგეჩვენებათ კი არა და საკმაოდ ისეთი ძირფესვიანი ცვლილებები ექნება ამ პიროვნებას თქვენთან ურთიერთობაში. არ ვიცი, აქამდე როგორი სტილის ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ეხლა ექნება ნამდვილად სერიოზული შემოთავაზებები, საკმაოდ ემოციური იქნება ეს ორივესთვის და ეს ნაბიჯები, რასაც ის გადმოდგამს, არის ის მომენტი, რომ აი ეხლა დაუშვათ თუ არ გაქვთ კონტაქტი, ხო, ერთმანეთთან, აი ამ დროს მიხვდა, რომ ჭირდებით. უფრო მეტად ჩავშლი ახლა, მაგრამ აი ამ არკანებიდან რაც შემიძლია რომ ვიმსჯელო, მიხვდა რომ ჭირდებით და უფრო საკუთარი თავიდან გამომდინარე გააკეთებს ამ ნაბიჯებს. კარგი, კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ერთი თვის მანძილზე. ეს ვინც პირველად მიყურებთ, გეცოდინებათ, რომ თუ არ იცით უფრო სწორად, არ მაქვს მე ვარიანტები, ესე პირველი, მეორე, მესამე, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვკითხულობ ერთი და იგივე კითხვას, ვინც პირველად მიყურებთ და ზოგთან ერთი რეზონირდება, ზოგთან მეორე. კარგი, ეხლა ეს ცოტა სხვა სიტუაცია, ეს ადამიანი აუცილებლად მოვა თქვენთან. შეიძლება თუ ეხლა ამ წუთას ოდნავი კონტაქტიც არ გაქვთ და გატრიალებულია ეს პიროვნება საერთოდ და ფიქრობთ, რომ არანაირი გრძნობა, ემოცია, არანაირი სურვილი აღარ დარჩა თქვენსკენ, ან თქვენს მიმართ, ძალიან ცდებით ეს ადამიანი ძალიან იცით როგორ დაიწყებს, აი პირველი საფეხურიდან დაიწყებს, ასე ვთქვათ, ურთიერთობას და შემოგთავაზებთ ისევ გაერთიანებას, იმიტომ რომ თქვენ მისთვის საკმაოდ ძვირფასი ქალი ხართ. მისთვის თქვენ ძალიან ემოციური, თბილი, მზრუნველი,
დედასავით ყურადღებიანი რაღაცის დედის ფიგურას გამსგავსებთ ეს პიროვნება. აქ რაც შეიძლება ცოტა ისეთი იყოს, მაინც ყურადღების მისაქცევი ვიღაცებთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ ეს ადამიანი თუ ადრე სამკუთხედურ ურთიერთობაში იყავით, შეიძლება ისევ რაღაცა იგივე სტილით დაბრუნდეს და ცოტა ყურადღებით იყავით ამ მხრივ. კარგი, კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? ეს ადამიანი მოგწერთ აუცილებლად მეგობრებო სოციალურ ქსელში. აი, შეიძლება ტელეფონზე მესიჯის სახით რაღაცა წერილობითი კონტაქტი ექნება ამ პიროვნებას აუცილებლად და ვერ ვიტყვი რომ ახლა ძალიან სწრაფად და ძალიან მალე, მაგრამ აი ეს ზედა ვარიანტებში უფრო მალე იქნება კონტაქტზე გამოსვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი რამოდენიმე თვეში ექნება ეს რაღაც წერილობითი კონტაქტი ამ პიროვნებას თქვენთვის სრულიად მოულოდნელად გადაწყვეტს ეს ადამიანი რაღაცის აბსოლუტურად თავიდან დაწყებას და ამ ურთიერთობაზე მუშაობას, მართლაც ნულიდან დაწყებას და თითქოს თავიდან გაიცნობთ ერთმანეთს, რაღაცა ეგ მომენტი გექნებათ. ვიღაცებთან შეიძლება რეზონირდეს ისეც, რომ თქვენ შორის იყოს მანძილი. ან უბრალოდ ინტერნეტ ურთიერთობა. და შეიძლება ჯერ არ იცნობთ ახლოს ერთმანეთს და აი ესე ინტერნეტ მიმოწერა გაქვთ ჯერჯერობით და ჯერ აღარ ჩანს ეს პიროვნება და ეს აუცილებლად გამოჩნდება. როგორც წეგან აღნიშნე, აი ესე მესიჯების სახით გამოვა კონტაქტზე. კარგით მეგობრებო. და მინდა ისეთი კითხვასავით დაგისვათ და გამიხარდება კომენტარებში თუ მიპასუხებთ. თქვენი აზრით ადამიანები თუ ვიმსახურებთ მეორე შანსს? ზოგადად ვიძახე, ანუ არ ვამბობ მხოლოდ პირად ურთიერთობებში. თქვენი აზრით ადამიანები თუ ვიმსახურებთ ურთიერთობებში მეორე შანსს? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა თქვენზე ეს გაშლა და იმ კითხვაზე პასუხიც. გელოდებით, დროებით.